მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს მინდა ვიდეო ჩაგიწეროთ კარმულ ასპექტებზე. კარმულ ასპექტებზე უფრო ენერგეტიკულ, ფსიქოლოგიურ დონეზე. ბევრი ვიდეო მაქვს ამ თემაზე ადრეც ჩაწერილი და ცოტა სხვა კუთხით მინდა დღეს გავშალო ეს თემა. სამყაროსეულ ეგრეგორზეც, ჩვენ კარმულ ასპექტებთან კავშირში ამაზეც მინდა დღეს გესაუბროთ. და გესაუბროთ სულის განვითარება, ან სულის რეგრესი როგორ ხდება საერთოდ. იცით რომ ჩემი ძირითადი მიმართულება ასტროლოგიაში ყოველთვის იყო კარმული ღრმა სტრუქტურების დაფარული მერკური კირჩხებში მყავს და ყოველთვის ეძებს ისეთ რაღაცას, რაც ბოლომდე არის ამოსატანი, რაც საერთოდ არ ჩანს. რაღაცის ჭრთილი რო არის და იმ ჭრთილს რო უნდა გავუყვეთ და ამოვიღოთ ბოლომდე, აი ეს რაღაცნაირად ჩემი გონება უფრო ესე მუშაობს და არჩენ რუკაზე რო აღარ ვილაპარაკოთ და ჩემი მთელი ამდენი წელი მუშაობის ამ სფეროში იყო ყოველთვის აი ამ მოდით ესე ვთქვათ ფსიქოლოგიაში იუნგისეული ჭრთილის დანახვა და ინტეგრირება, ხო? მიღება ამ ყველაფრის გაცნობიერება და მიღება. ფსიქოლოგიაში ეს უფრო ამ ფორმით არის, თუმცა იგივე თემას ეხება სხვა სიტყვებით, ჩვენ ასტროლოგიაში გვაქვს უფრო ღრმა გაცნობიერება ამისი, რომ ასტროლოგია, ეზოთერიკა აღიქვამს ამ ყველაფერს როგორც ძალიან ბევრი ინკარნაციებში ნაგროვი ენერგია, რომელიც ჩვენ გენეტიკურ ხაზშიც აბსოლუტურად იგივე პროგრამები არის. და აი ძალიან მარტივად რო გითხრათ, როცა კარმულ ასპექტებს უყურებ ასტროლოგიაში და ჩემი მიმართულება უფრო ეს არის, უფრო ღრმად ჩავდივართ ხოლმე პირად რუკაში, უფრო აი ესეთ ასპექტებს უყურებთ. აი როგორ გითხრათ, პლანეტები და შემდგომ ყველაზე მთავარი კარმული ასპექტები ოჯახურ ველში რა ხდება და ეს ოჯახური ველი რო სინამდვილეში ჩვენ ვართ და ჩვენ ცხოვრობთ ამ ველს და კარმული ასტროლოგია ამას ამბობს, რომ ჩვენ წინა ცხოვრებებში იგივე გვაქვს გავლილი. მაგალითად თუ არის რომ სადღაც წინაპრებში შვილი მიატოვეს, ხო? ან გააშვილეს. სიტყვაზე გეუბნებით ძალიან ისეთ პრიმიტიული ცხოვრებისეული მოვლენით, ხო? რომელიც შეიძლება ხშირად ხდებოდა. და შეიძლება ჩვენ გვქონდეს მიტოვებულობის განცდა, უსიყვარულობის, მე არავის არ უყვარვარ, ხო? შეიძლება ესეთი ემოცია ბევრს ქონდეს, მაგრამ როდესაც კარმულ ღრმა სტრუქტურებში ჩავდივართ, ყოველთვის იქ გავდივართ, რომ თავად აქ ადამიანს განცდა, რომ ის მიატოვეს, აი ვთქვათ, წინაპარი მიატოვეს, ხო? ან ნაშვილები იყო წინაპარი. ისეთი უცნაური არის, რომ ის ემოცია მასში ცხოვრობს, ოღონდ რატო ცხოვრობს არ იცის. რატო არის მასში ეს ასპექტი. და მე მივდივართ იქამდე, რომ აი ეზოთერული ასტროლოგიით იქ რუკას ვუყურებ ხოლმე და რამდენიმე კომბინაცია არის ამისი, თუ ეს არ არის შესაბამისად, ეს არ არის ხოლმე, რომ აი მიატოვეს ვინმე წინა ცხოვრებაში, უფრო სწორად საგვარეულოში და როდესაც ნელა შევდივართ უკვე ცოტა თერაპიულად რომ მივდივართ და ხვდება ადამიანი რომ თვითონ არა პრობლემები წავს ყველაფერი, მაგრამ განცდა აქვს რომ სადღაც ის სიყვარულოდ დატოვეს. ამ დროს რეალობა შეიძლება ცოტა სხვანაირად იყოს, მაგრამ მასში ეს ცხოვრობს და ვერ ხვდება საიდან ცხოვრობს და რო გავყვეთ თითქოს იგივე ჩვენში ცხოვრობს, რაც ოდესღაც ბაბუაში ცხოვრობდა, ან იმის ბაბუაში, ან ბიძაში, ან დეიდაში, ან დედაში, ან ბებიაში. ანუ სადღაც მიტოვებული ღრმად არანაცხოვრები ემოციები, რომელიც ოჯახური ველით გადმოგვეცემა ჩვენ. ნუ ეს სტანდარტული ასტროლოგია, სტანდარტული ფსიქოლოგია, რომ ეს ყველაფერი არის გენეტიკური რაღაცნაირად გზავნილები, ენერგეტიკული, უხილავი აბსოლუტურად. და ფსიქოლოგიაც ამას იკვლევდა, როგორ იყო არაცნობიერად შვილები მამის პრობლემებს არაცნობიერად რო ცდილობენ თითქოს მოაგვარონ და ამ დროს ის რეალურად არ არსებობს ის პრობლემა მის ცხოვრებაში, მაგრამ ცდილობს რაღაცნაირად არაცნობიერად, აი რომ უკვე რაღაც პროგრამა რო ჩვენ დაგვიპყრობს, ჩვენს არაცნობიერ სტრუქტურაში ცხოვრობს, ის დაგვიპყრობს და გვაცხოვრებს საერთოდ თავისი ცხოვრებით და ჩვენ აქ ვერაფერს ვერ ვახერხებთ, ვერც კი ვხედავთ რას ვაკეთებთ, ხო? და ზოგადად ეს არის ხოლმე ამ მშობლების
დაუსრულებელი საქმეები, დაუსრულებელი ემოციები, რომელიც ჩვენზე გადმოდის, მაგრამ კარმულ ასტროლოგიით ეს არის ჩვენ წინა ცხოვრებებში დაუსრულებელი ემოციები. და თითქოს ჩვენი მშობლებისთვის ჩვენ ვართ მომავალი ინკარნაცია იდეაში, ესე ვთქვათ. და რაღაცნაირად ვალიც არის, ჩვენ თუ ეს არ დავასრულეთ, ეს არის რომ წინა ცხოვრების პროგრამები არ დავკეტეთ, გეშტალტი არ დავხურეთ. ესე რომ ვთქვათ და მომავალში გადაგვაქვს ეს პრობლემა, რაც ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ მშობლებს გადააქვთ, აი ძალიან ზოგადად რო გითხრათ, მომავალ ცხოვრებებში. საბოლოო ჯამში კიდევ უფრო ღრმა სტრუქტურებში რო შევიდეთ, საერთოდ მესთან მშობლებიც არ არსებობს და შვილებიც არ არსებობს, ეს ყველაფერი ვარ მე. ჩემი წარსული სტრუქტურები, ჩემი მომავალი სტრუქტურები, როგორც შვილები, ხო? ჩემი მომავალი ენერგია. და საბოლოო ჯამში თუ ჩვენ მშობლებზე გვაქვს რაღაც ესეთი დარდიწყენები, მიუღებლობა, ავტომატურად ჩვენში დევს იგივე პროგრამა, ოღონდ ჩვენი თავის მიმართ მთლიანად მიმართული ჩვენ თავზე. და ნენელაი რაც უფრო პრაქტიკაშიც ამას ვიყენებ ფსიქოლოგიაშიც, გარკვეულწილად რომ ვსწავლობ, იქაც ხვდები, რომ აი სინთეზში ერთი და იგივე თემები არის, ოღონდ კარმულ ასტროლოგიაში ამაზე არის, რომ ეს არ არის მხოლოდ ოჯახური ველი და ეს არის რეალურად ჩვენი ველი და ჩვენი წინა ცხოვრებები, ადრეც მქონდა საინტერესო ვიდეო ესეთ ფსიქოლოგ ერიქსონზე, როდესაც შავი მთვარე მშვილდოსანში ყავდა მას ურანთან შეერთებაში და ვერ იგებდა მამამისი ვინ იყო საერთოდ და ქონდა სულ აი შინაგანი დეზორიენტირება ვინ ვარ ეს მშვილდოსნისთვის ესეც დამახასიათებელია რომ რომელი ერის წარმომადგენელი ვარ რომელი ოჯახის წარმომადგენელი ვარ რომელი გენეტიკური ველის წარმომადგენელი ვარ, არ ვიცი, ირევა ჩემში ყველაფერი, ხომ? ეს ერთ-ერთი გამოხატულება არა ყველასთვის. და ურანი ეს საერთოდ რომ მე აქ არა ვარ საერთოდ. მე საერთოდ არ ვეკუთვნი არაფერზე, საერთოდ ურანი უარყოფაში გადადის, ხო? თითქოს კოსმოსში ვარ მოსროლილი, მე ხელს ვერაფერს ვერ ვეჭიდები და ამაზე მქონდა ერთ-ერთ ვიდეოში ამ კარმულ ასპექტებზე საუბარი და ჩემთვის ძალიან კარგი, ესე ძალიან ბევრი кейსი მაქვს ნაკვლევი და საბოლოო ჯამში შვილსაც ეგრე მოექცა, მიატოვა და საერთოდ ჩააბარა დაწესებულებაში და საერთოდ არც უნახავს, ხო? და ადრეც ვთქვი იმ ვიდეოში, რომ ეს იყო თავად თვითონ ის შვილი, მის წარმოდგენაში, მის არაცნობიერში, როგორი განწყობაც თავის თავთან ქონდა, როგორი მიუღებლობაც ქონდა, თუნდაც ისეთი დაკარგულის, მან არ მიიღო თავის თავი და საბოლოო ჯამში შვილებთან თუ მშობლებთან ნებისმიერი დაპირისპირება, შინაგანი ტყენები ხო ეს ბუნებრივია ყველას გვაქვს, მაგრამ არის ღრმა ქვეცნობიერ სტრუქტურაში თუა ეს ყველაფერი ჩასული, მაშინ იწყება მთავარი, ხო? და გააჩნია ვიღაცას 20%-ზე აქვს, ვიღაცას 40-ზე, ვიღაცას 80-ზე ქვეცნობიერში ჩასული, ეს იდეაში რო აგიხსნით. და რაც უფრო ღრმა ქვეცნობიერშია ჩასული, მით უფრო, მოდით ესე ვთქვათ, განდგომა არის საკუთარი თავისგან. უსიყვარულობა და დაუნახაობა საკუთარი თავის, როცა მე ვერ ვხედავ მეს. აი, მინდა ეს სიტყვები არა გონებრივად მიიღოთ, არამედ გრძნობადად შეიგრძნოთ, რომ მე ვერ ვხედავ მეს და აი ეს ხმა, როცა ამას ვამბობ, თითქოს შიგნით უნდა უფრო მივმართოთ, ვიდრე გარეთ, ხო, შიგნით უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს, ხო? და გარე სამყარო ეს არის ანარეკლი საბოლოო ჯამში კარმულ სტრუქტურებში ჩვენი თავის არავინ არ არსებობს ჩვენ გარდა აქ სინამდვილეში და ჩვენ თავთან როგორი ურთიერთობაც გვაქვს ისე არსებობს ჩვენ გარშემოთ სამყარო იმ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა იმ ველთან გვაქვს ურთიერთობა იმ გარემოსთან ენერგეტიკულ ველთან გვაქვს ურთიერთობა გეშტალტ თერაპია გეშტალტ ფსიქოლოგია მომენტო მომეწონა რო ავარჩიე რომ აი აქ შემოდის მთლიანობაში ადამიანი ველთან, გარემოსთან, თავის თავთან და ფსიქოანალიზისგან განსხვავებით მაგალითად, ხო, გარკვეულწილად, თუმცა ჩემთვის ყველა სისტემაში რაღაც მთავარი აი მთლიანობაში დანახვა არის ამ ყველაფრის გამოყენება. ეხლა მალე ჩავწერთ ვიდეოს ჩემს ლექტორთან
ვახუკი ჟერაძესთან და ის სულ მეუბნება ჩრდილის ინტეგრაცია უნდა ვქნათ, ველთან ინტეგრაცია უნდა ვქნათ. აი ძალიან ბევრი ვისწავლე ამ ადამიანისგან და მე მგონია რომ თქვენთვისაც ძალიან საინტერესო იქნება წინა მისი ვიდეოც, ეხლაც გავაკეთებთ აუცილებლად ამ ვიდეოს. და აი აქ ზუსტად ამაზე არის საუბარი, რომ აი ამ ველში რო შევდივართ, ხომ? აი ეს ველი გველაპარაკება მთლიანად ჩვენ თავზე. და როგორი დამოკიდებულებაც აქვს ველის მიმართ, ის ხდება ჩვენ შიგნით. ჩვენ მეს როგორ ვხედავთ, როგორ ვაცნობიერებთ აი ამ შინაგან მეს. და ჩემს პრაქტიკაში ახლა ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ყოველდღიურად ურთიერთობა, პირად რუკაზე, თერაპიულად. და სულ ერთი და იგივეზე გავდივართ. გვაქვს პრობლემები, მით უფრო შორს ვართ ჩვენი მესგან. მით უფრო სხვების ცხოვრებას ვცხოვრობთ და არა ჩვენს ცხოვრებას და ეს ადამიანურ დონეზე რო გელაპარაკოთ, ხომ? და ჩვენ სიყვარულს კარგავთ აქ ჩვენთან და ეს არის ოჯახურ ველში აუცილებლად იგივე და აქ ისე კარგ გამოიხატება, რომ აი რაღაცნაირად ოჯახი ან ნეგატიური იყო, ან პრობლემური იყო, ხომ? შეიძლება ეს იყოს, რომ ნელა სად დაშორდა ადამიანი პირად სურვილებს და იქ ანგარიში გაუწია ამას 1000 ვიღაცას, ხო? და ამ ანგარიშის გაწევაში ჩაიკლა პოტენციალი, ნიჭი, უნარები, შეგრძნებები საკუთარ სხეულთან, გეშტალტ თერაპიაც ეს სხეულთან კონტაქტის თერაპია არის, ხო? სხეული როგორც გველაპარაკება, ჩვენ შიგნით რა ხდება. ეს არის მთავარი ინსტრუმენტი გეშტალტზე სხეული რო შევიგრძნოთ და აი როდესაც არის ან პანიკური შეტევები, ან მთელი ამბები, ეს ყოველთვის არის, როცა დაკარგული გვაქვს სხეულთან კონტაქტი. აი ეზოთერული დონიდან, როცა არის პანიკური შეტევა, ეს არის გარკვეულწილად ეზოთერიკა ამას ასტრალურ თავდასხმასაც ეძახის, როდესაც ენერგეტიკულ ასტრალურ ველში ხდება უკვე გარკვეული თავდასხმა, ეს ძალიან ცეთი ღრმა ეზოთერიკა არის და სინამდვილეში რომც იყოს ესე სიტყვაზე და მე მგონია რომ ესე არის, ეს არის ის სისუსტე, სადაც ჩვენ დავასუსტეთ ჩვენ თავი. და ჩვენ თუ ჩვენ თავს ვასუსტებთ, როდის ვასუსტებთ, როცა მიმღებლობა და სიყვარული ქრება ნელა. აი სიყვარული რომ ვამბობთ, ცოტა ბანალურად ჟღერს, აი გვიყვარდეს ჩვენი თავი და გაცვეთილივით არის თითქოს ეს სიყვარული. სინამდვილეში ეს არის მიმღებლობა, მეგობრებო, გახსნა გულის, აი ენერგეტიკულ, ემოციურ, ფსიქოლოგიურ დონეზე. და ეს გახსნა გულის საკუთარი თავის მიმართაც არის მნიშვნელოვანი და სამყაროსთანაც არის მნიშვნელოვანი. ეხლა ჩემთან თუ მოდის ადამიანი და ძალიან იშვიათად ხდება ეს და აბსოლუტურად აქ ჩაკეტილი მიმღებლობა. მარტო უნდა რომ გამოხატოს თავი და არ იღებს არაფერს. მარტო უნდა რომ აი დაცვით მექანიზმებს ფსიქოლოგიაში რო ვეძახით, ხო? ესეც პროცესი არის და ესეც მნიშვნელოვანი არის. ეს ეტაპიც უნდა გავიაროთ აუცილებლად, მაგრამ აქვს დაცვითი მექანიზმი, ხო? ან მოდით ესე რომ ავიღოთ, რომ ვამბობთ ხოლმე აი ჯიუტი ადამიანი, არა ეს ესეა და მორჩა, რადიკალიზმი, სიჯიუტე, მიუღებლობა, განსხვავებული აზრის ის ყოველთვის არის ჩაკეტვა სამყაროსთან. სადღაც ჩავიკეტე სამყაროსთან, სადღაც ჩავიკეტე მიმღებლობაში, მოდი ესე ვთქვა, ჩემ თავში ჩავიკეტე და ეს ჩემ თავში ჩაკეტვა არ არის სწორი ჩემი თავი, ეს არის ან ილუზორული წარმოდგენა ფსიქოლოგიაშიც არის ეს მითოსური წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე, საკუთარ თავზე ილუზორული წარმოდგენები, სადღაც იდეალიზირებული ეგო მაგალითად, ხო? რაღაცას რო წარმოვიდგენ და იქ რეალობასთან არ არის კავშირში და შესაბამისად მე რეალურ მე საერთოდ არ ვიცნობ. საერთოდ არ მაქვს კონტაქტი. რაღაც ჩემში წარმოქმნილ, წარმოდგენილ მესთან, მითიურ მესთან მაქვს კონტაქტი და მას შეიძლება ისე დავიკარგოთ, რომ მე აუცილებლად მოგვიწევს სადღაც დაბრუნება საკუთარ თავთან. შეიძლება ეს ავადმყოფობებით, შეიძლება საერთოდ ერთი იცოდეთ, რომ აი თუ ჯანმრთელობის პრობლემები ვლინდება სხეულთან დაკავშირებული პრობლემები, ეს უფრო ქალური სტრუქტურის განდევნა არის ჩვენგან, ან დედასთან ესე პირობითად ქალურ სამყაროსთან შინაგანი ბრძოლა არის და თუ არის ფინანსური კრიზისი, როდესაც
მაინც არ ხდება აი მყარად კარიერულად რო ავარჩიოთ ჩვენი ცხოვრება ან მყარად დავდგით მატერიალურად, ეს მამის ენერგიის განდევნა არის როგორც წესი. და ეს ისე გეუბნებით, როგორც მამაკაცური საწყისი, მამაკაცური ენერგია არის ჩვენში გათიშული. ამ შემთხვევაში და თუ არის ჯანმრთელობის პრობლემები, თუ არის რაღაც აი ოჯახთან დაკავშირებული პრობლემები, სახლი არა მაქვს, კარი არა მაქვს, მაგალითად ჯანმრთელობა აღარა მაქვს, ეს უკვე ქალურ სამყაროსთან შინაგანი დაპირისპირება არის, ხო, განდევნა საკუთარი თავიდან, ეს ზოგადი ისეთი მარტივი რო გითხრათ სტრუქტურით. და როდესაც აი ამ ყველაფერში უკან და უკან გავდივართ, ხო, აი რა არის ამის მიზეზი, თქვა, სად აირღვა? აი აქ ყოველდღე სად აირღვა მთავარი ძირითადი ენერგეტიკული ველი ადამიანში. აქ ცოტა უკან და უკან მივდივართ უფრო შრეებში. აი ამას მაქვს საჯარო ლექცია დაგეგმილი, სავარაუდოდ თითქმის უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რომ ეს 9 თებერვალს უნდა გავაკეთო. კვირა დღეს საჯარო ლექცია ჯერ კიდევ ვათანხმებ დროს. ვისაც ექნება სურვილი, აი ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი გაიგოს, უფრო ღრმად გაიგოს და ეს არ არის ის, რომ ხა საჯარო ლექციას ვაკეთებ და იქ სპეციალურად მოვიტოვო უფრო მეტი ინფორმაცია. ჩემთან ესე არ მუშაობს. უბრალოდ იქ, როდესაც აუდიტორია მყავს, ზუსტად ვიცი იქ რა გავხსნა, რა კარტები. როდესაც მე ვერ ვხედავ ადამიანებს, მე იქ არასწორი ინტერპრეტაციის, ან ისეთი რაღაცების, ან ვიღაცას რო არ მიეწოდოს თქვა ისე, ან არ შეეშინდეს რაღაცის, რო ვერ გაიგოს, აი ამის რისკი ჩემთვის მნიშვნელოვანი არის, რომ არ იყოს და ამიტომ საჯარო ლექციებს უფრო ისეთ რაღაცებს ვისთვის ვაკეთებ, უფრო ისეთ დაფაცმ ექნება და მთლიანად ავხსნი ამ კარმულ სტრუქტურებს ყველაფერს. უფრო ამ მიმართულებით მინდა აი მთელი ჩემ 15 წლიანი კვლევა, შრომა, ძიება, ეს ყველაფერი უფრო აგიხსნათ აი სიღრმისეულად, ხო? ესე მაქვს დაგეგმილი. მეორე მომენტი მინდა გითხრათ, რა არის ახლა კარმული სტრუქტურები უფრო ფილოსოფიურად რო შევხედოთ, უფრო ზედასურათით რო ავიდეთ, ნელა, მიწიერიდან და დეიდა მამი და ბიძიდან, რომ უფრო გლობალურ სახეში, გლობალურ სივრცეში ავიდეთ. ზედა სურათიდან მე სულ ვამბობ მაგას, რომ გავდივართ მაინც ელენა ლილიტის ღერძზე. ელენა ლილიტი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილები ჩვენთან და დასავლური ასტროლოგია დიდად არ ითვალისწინებს ამას, იმიტომ რომ ამას ძალიან სხვა სიღრმე და სხვა ენერგეტიკა ჭირდება, სხვა ჩაღრმა უნარები ჭირდება საერთოდ, სხვა რომ ეს გაიგო, ხო? და აი უფრო პოსტსაბჭოთა სამყაროში უფრო ესმით ეს თემა, უფრო ცით რა არის, რაც უფრო კრიზისები გვაქვს გავლილი, რაც უფრო ყევები გვაქვს გავლილი, ხა ჩვენ, როდესაც ხა გვერდზე რუსეთი ყავდა და გაჭირვება გვაქვს გამოვლილი, ჩაკეტილი სამყარო გვაქვს გამოვლილი, უფრო რაღაცნაირად ეს გადარჩენის ინსტინქტი არის თუ რა არის, სულიერ დონეზე უფრო ისე ვართ, შეგვიძლია უფრო აი ამ სიხშირებს ჩავწვდეთ. დასავლეთი უფრო პრაგმატული არის, ეს მარტო გაჭირვებაზეც არ არის, განედები, ენერგეტიკული ველი სად არის გადანაწილებული, დასავლეთი უფრო პრაგმატულ ველზეზე, ჩვენ უფრო ღრმა ემოციურ ველზებზე ვართ და ესეც გარკვეულად ახდენს გავლენას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად შეგვიძლია გავიდეთ და უფრო საკუთარ თავზე ვიმუშაოთ. ახლა ჩემი ასტროლოგია არის პიროვნული განვითარება, ყოველთვის ვამბობ ამას, ჩემთან არ მოდიან პროგნოზების შედგენა, ან როდის გავთხოვდე თარიღის დადგენა, ესეთ რაღაცებს მე არ ვაკეთებ, ესეთ შეკვეთებს. ჩემთვის არის ეს პიროვნული განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. და ამასთან ერთად აუცილებელია სხვადასხვა სისტემებიც დავამატოთ, იმიტომ რომ ერთი სისტემა არ გვეხმარება. დღევანდელ დროში უკვე ჩვენი ენერგეტიკაც ძალიან გაზრდილი არის ადამიანების შესაბამისად, მეტი ცოდნა მოგვეთხოვება, მეტი ფართოხედვა მოგვეთხოვება და იქ უბრალოდ რაღაც თერაპიაზე წავედი და ურსიანში მე გამომჯამრთელდი, ან წამალი დავლია და გამიარა, ესე უკვე აღარ მუშაობს. გაცილებით მეტი ცოდნა და მეტი სულიერი განვითარება გვჭირდება. რომ რეალურად ამ ეპოქაში
ჩვენ ბედნიერად ვიცხოვროთ, მარტივად რო ვთქვათ, ხომ? იმიტომ რომ ენერგია არის გაზრდილი და ამ ენერგეტიკას ჩვენში უნდა შევესაბამებოდეთ. სამყაროშიც არის ეს ენერგეტიკა და უკვე უნდა შევესაბამებოდეთ, ხომ? და შესაბამისად, ვინც გახსნილი არის ინფორმაციებისთვის, გახსნილი არის სამყაროსთვის და საკუთარი თავისთვის, უბრალოდ გახსნილი რო ხარ და ეს დაცვითი მექანიზმები რო არა გაქვს, ხო? ეს მიუღებლობა, ახლა ზოგს ვთქვამ ჩემთვის, რა ვნახე რა ერთი ჩემ რუკაში რა ხდება და ვუყურებ ადამიანს და ვიცი რომ არ არის ეს მისი. არ აქვს ის გახსნილი მესამე თვალიო რო ვამბობთ და ეს იმას კი არა რომ რაღაც დიდი ინფორმაცია ახლა ფსიქოლოგებთანაც რომ მიდიან ხოლმე ყველასთვის კი არ არის ფსიქოლოგი არ ესმით საერთოდ რასთან აქვს საქმე ხო არ არის იქამდე ჯერ მისული ხომ ამაზე არის აქ ლაპარაკი და ამიტომ საჭირო არის ხოლმე მოდი ესე ვთქვათ უფრო ვიმუშაოთ რისიც გვჯერა იმისი ხომ მე რომ ამისი მჯერა ამ განხრის პიროვნული განვითარების მჯერა მხოლოდ იმის მჯერა რომ ადამიანს შეუძლია მხოლოდ თავზე აიღოს პასუხისგებლობა და თავის შეცვალოს იმუშაოს ამ მიმართულებით და მე არ მჯერა იმისი რომ ვიღაცას უნდა შევაჩერჯოთ ჩვენი პრობლემა და მინახე ერთი როდის დამილაგდება ცხოვრება აი ესეთ კატეგორიასთან მე არა მაქვს ურთიერთობა მართალი რო გითხრათ და როცა მწერენ ხოლმე უარსაც ვეუბნები გულახდილად რო გითხრათ კონსულტაციაზე იმიტომ რომ ჩემთან მე უფრო ესე მუშაობ რომ არ მეზარებოდეს ესე რო ვთქვათ ჩართვა ხო მინიმუმ ეს ხო და აი აქ არის ის ფავარი ღერძი ახლა რასაც მივადექით ჩვენ საიდან იწყება ეს ყველაფერი აი სამყაროს ენერგიებთან ეგრეგორი რო ვახსენეთ თავიდან ამ სამყაროს ენერგიებთან როგორ გვაქვს კონტაქტი ახლა როცა მფარველ ანგელოზზე ლაპარაკობთ სელენაზე ეს არის ჩვენში უფრო სულიერ სტრუქტურაში და არა ეგოში და მატერიაში სულიერი სტრუქტურა როგორ არის დაკავშირებული ადრეც თქვა მაქვს ნათქვამი გაყვრით ვიდეოებში სულიერ სამყაროებთან სულიერი სამყარო ეს არის ღმერთი ჩვენში რო არის ხო ნათქვამი სული წმინდა ჩვენში მაგალითად ხო აი ეს ეკლესიურ ენაზე და ყველას აქვს რაღაც ეს ასპექტი ყველა რელიგიებს ასე თუ ისე და აი ის ღერძი სადაც ჩვენ სამყაროს მემსახურებით აი ამ სამყაროსთან მსახურებაში ჩვენ გვიდგანან გვერდზე ნათელი სულები ნათელი ძალები ესე ვიძახით რაც უფრო ამ ნათელ ენერგიასთან გვაქვს კონტაქტი მით უფრო იზრდება ნიჭი უნარები ხედვები ფართოვდება ჩვენი შესაძლებლობები და რაც უფრო ჩვენ ცილდებით აი ამ ნათელ ენერგიას იქ მივდივართ უკვე დაბალ ვიბრაციებში, დაბალ ენერგეტიკაში, ხო? და ჩვენს გარშემოც ნელა ვიკრებთ შეიძლება ცოტა ისეთ ძიმე ენერგეტიკის ადამიანებს, პრობლემურ ადამიანებს ვიზუალურადაც ცოტა ისეთ მძიმე ჰაბიტუსის ადამიანებს ახლა მე შეუხედავებზე კი არ ვამბობ პირობითად ესე რომ ამბობენ ხოლმე შეუხედავი ამაზე არ მაქვს ლაპარაკი აი რო ეტყობა რაღაც სახეზეც რო ეტყობა რაღაც აი განუვითარებლობა პრიმიტიულობა ხო აი ჰაბიტუსიც რო აქვს ისეთი პრიმიტიული და განუვითარებელი აი ესეთ ხალხს იკრებენ ხოლმე გარშემო. ეხლა მე ჩემ სუბიექტურ აზრს გეტყვით, ჩემთვის მაგალითად, როცა დებენ ხოლმე დღევანდელი პარლამენტის ოცნების წევრების ფოტოებს, ჩემთვის ეს არის უკვე ის ხაზი და ის გამოხატულება ახლა ძალიან პოლიტიკურად და ძალიან ისე სუბიექტურად რო გითხრათ. ჩემთვის პირადად ეს არის უკვე აი ის სტრუქტურა, რაშიც შეიძლება ენერგეტიკულ ეზოთერული კუთხით ახლა ივანიშვილის სულიერი ენერგეტიკა იმყოფებოდეს სიტყვაზე, ხო? გარემოცვა აჩვენებს ყოველთვის. ეს ძალიან ისეთ ის რო ჩავრთოთ აქ. და როდესაც მაგალითად აი ამ სულიერ სიხშირეს ტოვებთ, აი ადრეც მქონდა საუბარი გავაკეთე ვიდეოები ადრე საქართველოს ბედზე რაგველის მაგალითად ხომ და აი მან ძალიან კარგად გამოვხატე ივანიშვილის სელენა ლილიტის ღერძს რო ვეძახით ხო სელენა ლომში ყავს და კარგად დაიწყო გაერთიანა გუნდი შეკრა
და შემდეგამ გადავიდა შავი მთვარე თხისრქაში ყავს, ხო? მე იფიქრა, რომ ეს გუნდი რომ მართავდა რაღაც, მართავდა რა, რაღაც თავისი ხედვები ჰქონდათ, ხო, იმათ. ნელა იფიქრა, რომ ეს არის თვითონ. და წამოქაჩა ყველაფერი თვითონ, ხო? და ეხლა არის ერთპიროვნული მართველი. აი ეს ასტროლოგიურ კარმულ ენაზე ეს არის, როდესაც ჩვენ ვზივართ უკვე შავ მთვარეზე. და ეხლა რა არის შავი მთვარე? შავი მთვარე არის ზუსტად ჩვენში ის წერტილი სულიერ სამყაროში, სადაც იდენტიფიკაცია მოვახდინეთ იმ სულიერი წარმატებების, რომელსაც მთავარანგელოზები თუ ქრისტიანულ ენაზე ნათელი ძალები გვედგნენ, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ეს ვართ ჩვენ. რომ ეს პირადად ჩვენ რა მაგრები ვართ, ეს გავაკეთეთ. ადრეც ვქონდა ერთ ვიდეოში ჟანა დარკზე, როდესაც სელენა მორიელი ყავს და ის მებრძოლი, იქით სამყაროსთან კონტაქტით და რო იფიქრა, რომ ამდენ გამარჯვებებში ეხლა მე გადავწყვიტავ, რომ პარიზზე მინდა შეტევა და აქ თვითონაც თქვა მე, რომ ხმები აღარ მესმოდაო. და თვითონ ერთპიროვნულად გადაწყვიტა მე-12 სახლი ლილიტი კირჩხიბშიდან და თვითონ გადაწყვიტა ერთპიროვნულად, რომ მე ვარ მაგარი. აქ არის სელენა ლილიტის შეერთება ამ ღერძზე, როდესაც მე სელენასთან ეგო ლილიტი ჩემი იდენტიფიკაცია მოვახდინე. ჩემი ეგოს იდენტიფიკაცია მოვახდინე და აი აქ იწყება მთავარი წერტილი. და მე ამ წერტილს უგავდივართ. სულ არის ამის პრობლემა, რომ გვიდგება ეს კრიზისი, იქ ნათელი ძალები გვტოვებენ. კარგ ვარიანტში იწყება ახლა ჟანა დარკესთვის ის, რომ იქიდან დაიწყო ზუსტად მისი წარუმატებლობა, იდეაში რო ვთქვათ, და რაც სიკვდილამდე მივიდა, ხო, ბოლოს განსაკუთრებით, აი ეზოთერული ასტროლოგიით ვიტყოდით, რომ მიატოვეს ნათელმა ენერგიებმა, იმიტომ რომ მან ვერ გაუძლო აი ამ მისიას, გამტარი რო ვიყოთ უმაღლესი არსებების. ნენელა ჩაეკეტა სელენას ფარველობა, მორიელში ეს არის უშიშარი მებრძოლი და კირჩხიბში გადავარდა. შეიშინდა, ფსიქოლოგიურად მოწყვლადი გახდა და ფსიქოლოგიურად სერიოზული პრობლემაა და ხა ეგრე არის წიგნებშიც და ეს ეხლა მე ძალიან ისეთ ვინც ყველასთვის ნაცნობი იმ кейსებს გიყვებით, თორე ეს უამრავი ადამიანის ცხოვრება მაქვს ესე წაკითხული, რუკებით შეფასებული და ამაზე მუშაობდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. და ერთ-ერთი კიდე ჩემთვის საინტერესო იყო, ახლა სერგეი ლაზარევი გაგიგიათ ალბათ 40 წლებში დავიწყე მისი წიგნების კითხვა. და რო დაინახოთ ნენელა წლების განმავლობაში, როგორ ნენელა, მოდით ესე ვთქვა, ჩემი აზრით დეგრადირდა. დეგრადირება რას ნიშნავს, იცით? აი ძალიან გადავარდა რუსულ პროპაგანდაში. საერთოდ რუსეთში ესე არის, რომ უნდა იყვნენ აუცილებლად, რუსული FSB მართავს ყველას, ვინც ჩანს, ხო? და აუცილებლად უნდა გაატარონ რუსული პროპაგანდა. და მან ჩემი აზრით ლილიტი ლომში ყავს პლუტონთან შეერთებაში, ამ საცდურს გარკვეულწილად ვერ გაუძლო. და ამ დროს თომას მანი წავიდა ნაცისტური გერმანიიდან, ხო? რამდენმა დატოვა ნაცისტური გერმანია. ანუ სადღაც პირადი კომფორტი, პირადი დიდება, პირადი უნდა გავწიოთ გვერდზე, როდესაც ვემსახურებით რაღაც მაღალს, რაღაც ნათელს. შეიძლება მთლად არ დაგვეხმარონ ბოლომდე ნათელი ენერგიები, მაგრამ არ მიგვატოვებენ. აი რას ნიშნავს ახლა ეს, რომ აი თომას მანი მაგალითად, ხო? ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მწერალი არის და ქონდა ზუსტად ეს მომენტი, რომ მან ცხოვრების ბოლომდე გარკვეულწილად აი ის ნიჭის უნარები რაც ქონდა, აი ბოლომდე გაიტანა ის მნიშვნელოვანი რამ დაუტოვა კაცობრიობას, ხომ? არ ჩაეკეტა არხი, ესე ვიძახით. როდესაც ნეგატივში შევდივართ, შავი მთვარის ენერგიაში შევდივართ, შეიძლება ხა ეს გლობალურად არ იყოს ესე და ახლა რაღაც სამყაროსელ პოლიტიკურ სფეროში კი არ გავწიებ კომპრომისები და რაღაც უმაღლესი ენერგიებთან, ხო? ეს პირად ცხოვრებაში რაღაც ნეგატივზე დავჯექი, ხო ეს? მაგრამ ლაზარევის შემთხვევაში მე რასაც ვაკვირდებოდი, თითქოს მართლა ჩაეკეტა ის უნარები, ის ნიჭი, რაც მას ჰქონდა. და ეს უნარები და ნიჭი ხშირად, როდესაც გონია, რომ აი მე რა ნიჭიერი ვარ, ხშირად ეს ნათელი ენერგიები გვეხმარებიან და
როცა კარგ საქმეს ვაკეთებთ და არიან ადამიანები, რომელიც შავ მთვარის ენერგიიდან საკმაოდ იკვებებიან, ესე ვამბობთ, როგორც ვლადიმერ პუტინი მაგალითად, ხო? აი, როცა აი ამ ნეგატიური ეგრეგორის ძევალი ვხდებით, ქრისტიანულ ენაზე ეს არის აი ეშმაკი შეუჩდა, ეშმაკი მართავს, სატანას მიყიდა სული და სხვათა შორის ეს თომას მანსაც რო ქონდა ფაუსტიდან დაიწყო ეს იდეა და ეს ეშმაკის თან სული გარიგება და მერე როდესაც თომას მანსაც ქონდა ეს თემა რომანში, აი მანდ არის ზუსტად აი ეს მიყიდვა სულის ეშმაკთან, რომელიც ეზოთერული ასტროლოგიით და იუნგისეული ფსიქოლოგიით ეს ნიშნავს ჭრtildeმა რო შეგვიპყრო და ჭრtili გვმართავს. როდესაც ჩვენ უკვე აღარ ვეკუთვნით ჩვენ თავს და ეს ნეგატიური ენერგიების იმაში ვართ, ველში ვართ მთლიანად და ტყვეთ ვართ. გარედან გამოიყურება ძალაუფლების მქონე ადამიანი და რომელიც აი რაღაც ესე უჭერს, სინამდვილეში შიგნით ეს არის ფაქტობრივად დორიან გრეის პორტრეტის მაგვარი, როდესაც სული ძალიან დიდ განცდებში შეიძლება იყოს, ხო? აი ეს ეზოთერული ხედვით რო გითხრათ. და სულ მაგაში ვწმუნდები, რომ ნიჭი უნარები, ეს არის რაღაცნაირად ავანსი ჩვენ ცხოვრებაში, ძალიან ნიჭიერები რო ვართ, ხო? აი გვეხსნება ფართო ხედვა მაგალითად. და ხნოდაც ახლა მეც რო ამ ეზოთერულ სფეროში ვარ ამდენი ხანი, ხო? აი სულ ვცდილობ, რომ აი რაღაც ახალს რო გავიგებ, ძალიან გუწრფელად, ბავშვურად ერთსული მაქვს გაგიზიაროთ მართლა და თუ ვიდეოს არ წერი ხებს ველაპარაკები ხოლმე აი არ ვიღლებით ზოგი მისვეს აი საერთოდ რა არაინტერესებს არც ისმის და მე რო აღრთოვანებული უყვები და განსაკუთრებით ჩემი ქმარი მყავს ესე გამოჭერილი საწყალი აი ესეთი არის ხოლმე და მე იცი რა გავაჩინე და აი ესე რო იყო ესე ეს კომბინაციები და ესე და მოკლედ აი არ უყურებ რეალობას რა შეიძლება დაიღალნენ უკვე მაგრამ მაინც ენერგიულად რომ ყვები ერთული მაქვს გავაზიარო და აი იცით რა ვფიქრობ რომ აი სანამ ვაზიარებ თქოიკამდე კიდე ოკეი ვიქნები თქო და ეს გაზიარება რა არის იცით რომ მე თუ რამე უნარები მაქვსო მე არ მენანება გავაზიარებ ესეთი კუთხით ხო რამეს თუ ხედავ იმიტომ რომ ეს არის ავანსი და ეს არ გვეკუთვნის ჩვენ მე ესე ხედავ ეს ჩემს სამყაროსრული ხედვა ესეთი ჩვენ არ გვეკუთვნის ეს ეკუთვნის რაღაც ძალები გვაკეთებინებენ რაღაც ნათელი ძალების გამტარები ვხდებით ჩვენ და ჯობია ნათელი ძალების გამტარები ვიყოთ ვიდრე ბნელი ძალების როგორც ზოგიერთები არიან ხო და ეს ტყუილი არ არის ეს მითიური სულის მიყიდვა ეშმაკისთვის ეს რაღაც ძალიან ესე ცალკე ეშმაკი დგას და ცალკე აქ და მე სულს მიყიდი ოღონდ ის მომეცი ეგ თემა არის აქ არც არავინ არ გეკითხება ის მოგცე თუ არ მოგცე ხო ეს არის აი ენერგეტიკა გააქვს ისეთი აი ადვილად მოწყვლადი ხარ ეგრევე გადაგქაჩავენ ესე რო თქვათ და ამას ძალიან დიდი კონტროლი უნდა რომ არ თქვათ რომ ეს მე ვარ ეს უნარები მე ვარ. ახლა ყოველთვის არის ამისი შინაგანი საცდურები, მაგრამ აი უნდა ვიყოთ, როგორც აი რა გითხარით, რომ გახსნილი უნდა ვიყოთ სამყაროსთვის, უნდა გავეხსნათ სამყაროს. აი ამ გახსნაში იმდენი რაღაცა მოდის, აი მოდის უბრალოდ ეს მინდობა სამყაროს ენერგიებზე. და სხვა შეიძლება ჩემთან რომ მოდიან პირად რუკაზე, ძირთადად აი ამ კუთხით მიმყავს ხოლმე, ხა განსაკუთრებით თუ ხედავ, რომ აი ეს ველი ნათელი, ეს ენერგეტიკა განსაკუთრებით აქვს ადამიანს, აი თითქოს ხანდახან და გავიღვიძოთ, გავიხსენოთ, საიდან მოვდივართ, რა არის ნამდვილად ეს ჩვენი კარმული სტრუქტურა და ეგრეგორულ დონეზე, როგორ არის იცით, სხვათა შორის ძალიან კარგი წიგნები არის, შესტოფალოსაც აქვს ეგეთი წიგში, რომ ზოგადად ეგრეგორი ეს არის რაღაც ენერგია, რაღაც თემის გარშემო. ხა ქრისტიანობას თავისი ეგრეგორი აქვს, მაგალითად, ენერგოველი აქვს, ეზოთერიკას თავისი ენერგოველი აქვს, ასტროლოგიას თავისი ენერგოველი აქვს და სხვათა შორის ამ ველში როდესაც მჭხიბაობა უფრო შეგვაქვს, ეგო როცა შეგვაქვს და არა რაღაც ნათელი ჩვენი
მისწრაფებები ველს რაღაცნაირად ვაბინძურებთ, ხომ? აი, ფსიქოლოგი, რომელიც საერთოდ არ ესმის ეს თემა, არ აინტერესებს და რაღაც თავისი ის აქვს, ხო, ეგო. ან ეხლა შავი მთვარი სასწორში არის და ეს შეეხებოდა კანონს, იურიდიულ სფეროს, მოსამართლეებს, წინა ვიდეოში ადრე როცა გადადიოდა შავი მთვარი სასწორში, მაგაზე ვილაპარაკე, რომ თავარი გამოწვევები ექნებოდათ ეხლა მოსამართლეებს და გუშინ ნახეთ ხო სპეცრაზმის დაცვა რო დაჭერდათ მოსამართლეებს და ზოგადად ეს მთელი ეს ამბავი საიდან დაიწყო ხო კანონის ეს ზედიზედ მიღებული ავტორიტარული სტილის კანონები შავ მთვარემ საკმაოდ ძლიერად იმუშავა აქ სასწორში და ფაქტიურად წავედით ჩვენთან გამოკვეთილად წავედით უფრო ავტორიტარული კანონმდებლობით ესე რო ვთქვათ, თუმცა ეს შავ მთვარის ენერგია ესე მუშაობს. აქ რაღაცნაირად ეს ველი შეიკრა. აი შავ ენერგიაზე მდგომი რაღაცნაირად ჯგუფი შეიკრა ძალიან, ხომ? ეს ჩემი ინტერპრეტაციით გეუბნებით და მე ამისი ვხედავ ჯერა და ამდენი წელი ამის გამოცდილება მაქვს უკვე რომ ამის სწორად დავინახო ხოლმე ესეთი რაღაცეები, ამიტომ მე სუბიექტური შეიძლება ვიყო აქ, მაგრამ მე ესე ვხედავ და ეს არ არის რომ აი რა მაგრები არიან, არა, აი ცნობიერ დონეზე სულიერად ძალიან გატეხილები არიან სავარაუდოდ და ძალიან შეშინებულები, რომ ისინი ვერ მართავენ თავის კარმას, თავის ცხოვრებას. და აი ეს ეგრეგორი, პოლიტიკური ეგრეგორი, რომ რა არის შავ მთვარე თხის რქაში, ხო, რაც ივანიშვილს აქვს, პოლიტიკური ეგრეგორი არის, მართველის ეგრეგორი არის და აი ამ ეგრეგორთან, ამ სიხშირესთან, შავ მთვარის ზონაში გვაქვს ყოველთვის აი ნეგატიურ ეგრეგორთან კონტაქტი, აქედან მოდის ბევრი ნეგატივი. არის პირველი დონე, როდესაც ამ ეგრეგორში შევდივართ და კიდევ ვაბინძურებთ და ბოლომდე ვხვდებით აი ამ ნეგატიური ველის პირდაპირ გამზიარებლები და გამომხატველი ასტრალური სამყაროდან აქ ანუ როცა სხეულებრივად ვამბობთ, ეთერული სხეული გვაქვს, ასტრალური სხეული გვაქვს, მენტალური სხეული გვაქვს, აი ეს ასტრალური სხეული ასტრალურ სამყაროში რა ნაგავსაც იღებს, აი ამ ასტრალური პოლიტიკური სფეროდან მაგალითად, ხო, ამ ველიდან, ეგრეგორული ველიდან ის შემოაქვს. არის მეორე დონე, როდესაც აქ შევდივართ და უკვე დარტყმებს ვღებულობთ, უკვე კი არ გვეხმარება აქ შავი ენერგია, გვიბრუნებს ყველაფერს ცუდს, ხო, რაც არის, ხო? და შემდგომ არის მესამე დონე, მე შევდივარ ამ ზონაში, ძალიან ბევრ დარტყმებს ვღებულობ, ძალიან ბევრ რაღაცას ხვდები და მაინც ვცდილობ აქ უკვე გამოვასწორო კარმა, როდესაც აქ შევდივარ და აი ამ ეგოს იდენტიფიკაციას კი არ ვაკეთებ, მე ვსწავლობ აქ. მე ვაკვირდები, მე სამყაროსთვის მზად ვარ და ვხედავ, რომ ეს ჩემი გამოწვევაა და ეს რაღაცნაირად უნდა გადავხარშო. ესეც უკვე მზაობა არის, რომ მე შევიცვალო. გახსნა ხდება სამყაროსთან და ეს ცვლილების მიღება, ეს არის უკვე გარკვეულწილად რეალობასთან კონტაქტი, ამ ეგრეგორული ენერგიის დანახვა. ეზოთერიკით ეს ეგრეგორი დიდხანს გვაკვირდება, დიდხანს გვიყურებს, აბა რამდენად შეიძლება გვენდოს, რომ მოგცეს ეს თემა და მერე უკვე ნენელა იხსნება. ამას ვეძახით შავი მთვარის დამუშავებას, როცა უკვე არბილებს ზეწოლას შავი მთვარე, ჩვენც ნენელა უკვე ვარჩევთ რა არის აქ ნეგატივი და რა არ არის ნეგატივი. ეხლა შავი მთვარის ზონაში ზოგს ეხლა დონალდ ტრამპი მაგალითად შავი მთვარე მშვილდოსანში ყავს და თან ტყუპებში ყავს ძირითადი პლანეტები და ოპოზიცია მუშაობს, ხო? მაგ უბედური იქნება სულ დეზინფორმაციის მსხვერპლი. მასზე იდეოლოგიურ ზეწოლას განახორციელებენ. სულ ეყოლება ის ხალხი, რომელიც ეს ძალიან პირველი დონე არის შავი მთვარის და ამიტომ გეუბნებით, თორე არიან ეხლა მეორე დონეები, მესამე დონეები, რომელიც აბსოლუტურად გაძვრნენ აი ამ ნეგატივისგან, ხო? აი ისწავლეს საკუთარი თავის ნდობა და საკუთარი თავის მოსმენა. ეს შემდეგი ლეველი არის და პირველი დონე ეს არის, მე ისევ იგივეს ვაკეთებ, ვეხვევი აი ამ ნეგატიურ ველში და ეხლა პოლიტიკურ სამყაროს რო ვაკვირდები, მეგობრებო, აი რატომ გონია, რომ უფრო რაღაც ცუდი მზადდება მსოფლიო დონეზე, ხო, აი მესამე მსოფლიო ომის
სცენარს რო გავყვეთ, აი ეს ველი იყურება, შავების ველი იყურება ძალიან. ჩვენს ხელისუფლებაში მთლიანად შავი ენერგია არის. ამერიკულ ხელისუფლებაში უკვე შეიპარა ლილიტი შავმთვარე რო დააჯდა პრეზიდენტობის არჩევნებს სატურნთან შეერთებაში და სატურნის სასწორში ყავთ და სასწორი სამართლიანობა, ეს არის ყველას მოსმენა, დიპლომატიურობა, სასამართლო, ღერძი, სახელმწიფო ღერძი, ხო, თხისრქული ენერგია აქვს სატურნს. აი მან რო შეერთება დავინახე, უკვე გასაგები იყო სად წავა უკვე ამერიკული სამყარო, ხო? და რაღაცნაირად რუსეთმა ძალიან გარყვნა სოფლიო ჩემი გადასახედიდან, აი ამ ნეგატიურ ბოროტების ღერძში წაიყვანა რუსული პროპაგანდა ეხლა უკვე ლამის ქართულ ოჯახებშიც ისმის, მათ შინაგანში ისმის უკვე ეს რუსული პროპაგანდა, იმდენად უკვე ამ ველში მოიქცა ყველა რა ზოგადად ვამბობ, ამერიკის პრეზიდენტიც კი ეხლანდელ განცხადებას რო უყურებ, რუსულ პროპაგანდაზე ზის ტიპი. ნუ ეს ლიტი მშვილდოსანი არის და გასაგები არის. ეს აუცილებლად განიტვირთება. ეს აუცილებლად ცოტა მძიმედ, მაგრამ ეს დაგროვილი შავი ენერგია რეალურად არ არის ბნელი და ბოროტება, შავი მთვარე, ეს არის რეალობაში ამოტანა, რაც ასტრალური ნეგატივი არის, ენერგეტიკული ნეგატივი არის კაცობრიობაში და ამოდის უკვე ზედაპირზე, მატერიაში შემოდის, ის უნდა განსხეულდეს, დაიბადოს, განვითარდეს და მერე, ეს ომის თემა უკვე როგორც წესი ამის გაწმენდვა ხდება ხოლმე. ჩვენი საკაცობრიო ცოდვების განწმენდვა ხდება ხოლმე. ესე რომ თქვა, ადამიანურ ველში ინდივიდუალურად ეს ახლა ძალიან გლობალურად ვარ წავიდეთ, ხო? მე ცოტა ესეთი ტიპაჟი ვარ, არ შემიძლია ესე პატარ-პატარა ის ხოვრებისეულ მოვლენებზე, ცოტა კონცენტრირება ჩამოსვლა. აი რაღაც ესე მასშტაბურად, იუპიტერი მყავს ძალიან ესეთი მასშტაბურად უნდა შევხედოთ სულ რაღაცებს და როცა ინდივიდუალურ ენერგიაზე ვლაპარაკობთ, ხომ, ძალიან რთული ამ ყველაფრის დანახვა. ეს სად გვაქვს ის ზღვარი, როდესაც ეგოს ის მოხდა შეერთება და აქ შეიძლება რომ ეგოს შეერთება მოხდეს ოღონდ ჯანსაღად და სხვანაირად. არა ის რომ მე ამ უნარებში ეგოს გამტარი ვიყო და ეს მე ვარ. აი ჯანსაღი ეგო როგორც გეშტალტურად, ფსიქოლოგიურად ნამდვილ მესთან კონტაქტს ნიშნავს, ეს აბსოლუტურად სხვა ენერგია არის. აი ჩემი მიმართულება უფრო ასრო ფსიქოლოგიაში, როდესაც უნდაც მუშაობ ხო პირად რუკებზე, ნამდვილი მეს დანახვა არის და არა თუნდაც ამითიური მეს, რომ იქ ღვთიური ანგელოზები, ნათელი ძალები, რაღაც ჩვენი სულიერი კოსმიური მისიის გამტარები ვართ და ეს მივაყეროთ ჩვენ მეს ეგოს. ამაზე კი არა, უფრო არის ეგოს ინტეგრირება, როდესაც მე შინაგანად ხედავ ჩემ თავს, ჩემ სურვილებს, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ადამიანებთან ურთიერთობაში, მე როდესაც ხედავ, რომ აი ეს ჭრთილი რომ განდევნილი ჩემგან და ვაწებებ ამ დროს სულ სხვა რაღაცას. აი რეალურად დავინახო, ვისწავლო საზღვრების დაცვა, ვისწავლო ჩემი მეს რეალური მეს პოვნა აი ამდენ უამრავ ხალხში, უამრავ გარემოში, ხო აი უამრავ ინფორმაციულ ველში თუნდაც. და აი აქ ვიპოვო ნამდვილად ჩემი გამოძახილი რა არის, ან რეალური კონტაქტი საკუთარ ეგოსთან, საკუთარ მესთან. და ფსიქოლოგიაშიც ეს არის ნამდვილ მესთან კონტაქტი, ეს არც არავისთვის არ არის საზიანო, არც ჩვენთვის და აქ აგრესია არ არის. აქ კონფლიქტი არ არის. ოღონდ აი ესეთ ღრმა ფსიქოლოგიურ ენერგეტიკულ კონფლიქტს ვეძახით. თუ გვაქვს აგრესიულობა და გადაღლა გამოფიტვა, ეს არის რომ მესგან წავედით შორს. მეს ჯანსაღი მესგან წავედით შორს. როცა ვამბობთ ეს ადამიანი ძალიან ამპარტავანია, ძალიან ეგოცენტრიკი არის. სულიერ დონეზე ეს ადამიანი გამოიყურება უფრო ძალიან შორს ეგოსგან. დაკარგა სადღაც თავი და სხვათა შორის ფსიქოლოგია ამაც ძალიან კარგად მასწავლა დანახვა იმ მნიშვნელოვანი წერტილების, რაც ჩვენს ფსიქიკაში არის, იმ მნიშვნელოვანი მესიჯების, ადამიანი რო ლაპარაკობს, უკვე ჩვენ ვიცით, ამის მიღმარადებს სინამდვილეში. და ეხლა მე რო ვიწყებ კონსულტაციას, ჩვენ ჩართვა გვაქვს ხოლმე ერთად
ვჯელობთ, აი ესე დიალოგი არის ჩვეულებრივი შეხვედრა არის ხოლმე და ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ხოლმე მათი მოსმენა გარკვეულწილად, იმიტომ რომ ამ სიტყვებში მთელი ადამიანის ცხოვრება ჩანს, მისი კარმული სტრუქტურები ვხედავ ახლა რუკაშიც ხოლმე, მაგრამ კიდევ უფრო მათი სიტყვებით უფრო ხვდები ეს ასპექტები, სად მიდის, როგორ მიდის, ხო, აი ეს ძალიან კარგად გვეხმარება ქვეტექსტების წაკითხვა, ემოციის წაკითხვა და გზნობთ სხვანაირად იქ ენერგიებს ადამიანის და აი ამ დაფარულის დანახვა ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე. ფაქტიურად კარმული ასტროლოგია, აი თანამედროვე კარმული ასტროლოგია ფსიქოლოგიასთან ერთად უფრო ამ მიმართულებით მიდის და აი ამ დაფარული ქვეცნობიერი ტრავმების დანახვა შეუძლია და ჩემი გზა ყოველთვის არის პიროვნული განვითარება, რომელიც არის უფრო სულიერი ეზოთერიული განვითარება, როდესაც ჩვენ ფაქტიურად იმ სამყაროებთან, იმ ნათელ ენერგიებთან უნდა ან დავბრუნდეთ, ან გავაძლიეროთ კონტაქტი და ის რეალურად არის ხოლმე ჩვენი რეალური ავთენტური მე ფსიქოლოგიაში ამის გამოძახილი, ამის სურვილი და რეალურად თუნდაც ასტროფსიქოლოგიით ჩვენ შეგვიძლია თავს დაუბრუნდეთ და კარმული სტრუქტურები, ეგრეგორი, აი ზუსტად ამას მიანიშნებს სელენას ეგრეგორი, სელენა რა არის, ხო? ძალიან ბევრი ცხოვრება ამ სამყაროსეულმა, ამ ვიბრაციულმა ეგრეგორმა ჩვენ გამოგცადა, რომ ჩვენი ნდობა შეიძლება. და ამ სფეროში ჩვენ ძლიერად ვართ, რატო? იმიტომ რომ აი ნათელი ენერგია მოდის ამ ეგრეგორიდან, ხო? აი როდესაც არის შავი მთვარე მაგალითად მერკურთან გონების მმართველ პლანეტასთან ან შეერთებაში, ან ოპოზიციაში, ან შავი მთვარე მესამე სახლში არის, ან ტყუპებში არის, ხო? ეს ინფორმაციული ველი არის. მშვილდოსანიც ინფორმაციული ველი არის, ოღონდ ფართო იდეოლოგიური ინფორმაცია არის. როდესაც მანდ არის სამყაროსგან მოდის როგორც ნეგატივი, ასე პოზიტივი და გარჩევა უჭერთ. რომელი არის სწორი, რომელი არის არასწორი, არ ვიცი. ძალიან უნდა ჩავრთოთ აქ ენერგია, რომ ვისწავლოთ რა არის აქ სწორი, ხო? და ეს მეორე და მესამე დონე არის უკვე რომ მე მინდა რომ ეს ვისწავლო, მე გახსნილი ვარ, მე ბრმად ამ ენერგიას უკვე აღარ ვეღრძნობ. აი ფსიქოლოგიური კუთხით თუ ეს არის რომ ჩემში არსებული ფსიქოტიპი და ჩემი პირადი პასუხისგებლობა არის, რომ მე გადავწყვიტო სად მივდივარ და გავყვე ამ ენერგიას. ენერგეტიკულ დონეზე ცოტა სხვანაირად გამოიყურება. ეს არის სუსტი სული, აი მაგალითად ქრისტიანობა რას ამბობს, რომ უნდა დავთრგუნოთ ჩვენი ცხოველური ინსტინქტები და სულიერებაში გადავარდნა ეს არის, რომ მე გავიზარდო სულიერად, ხო, რომ მე ამ ინსტინქტებმა აღარ მაჯობოს და ამ ინსტინქტებს ეშმაკს და სატანას ეძახის, ხო, ამ ცხოველურ ინსტინქტებს ქრისტიანობა და ამ ინსტინქტების მიღმა ეს ნეგატიური არსებები, ნეგატიური სულები, ესე ამბობს უკვე ეზოთერიკა, რომელიც იყენებს აი ამ დაბალ ვიბრაციებს. ეხლა ვარ ძალიან სულიერები, ძალიან ენერგეტიკულად ისე, მაგრამ გვაქვს წყენა, დარდი, რომელიც გამოწვეულია ჩვენი საზღვრების დაუცველობით, ეს გამოწვეული არის ჩვენ თავთან რო არა გვაქვს კონტაქტი და აქედან წამოვიდა უკვე წყენა. არ ცხოვრობთ ჩვენი ცხოვრებით. საერთოდ არც ვიცით ეს რა არის ჩვენი ცხოვრება. ხო, არ გვაქვს ხელთან კონტაქტი, საკუთარ თავთან კონტაქტი. აქედან დავიწყე მე დაახლოებით 15 წლის წინ, სუსტად მანდ ვიყავი და არც მესმოდა საერთოდ ეს რა არის, ეს რა ცნება არის და სხვა შორის ძალიან ბევრ ძველ ეზოთერიკოსებში იყო აი ეს ფართო ხედვა გარეთ, ოღონდ ხედვა შიგნით არ ქონდათ. ეხლა მგონია რომ ეპოქა არის უკვე შიგნით კონტაქტით. აი მერწყულის ეპოქას რო ვამბობთ, რა არის მერწყულური ენერგია? მე ყველას თავ მეგობრები მიყვარს, მაგრამ ჩემში ვარ. არ მომინდება წამოვალ, ხო, ეს თავისუფლება არის და თავისუფლება ყოველთვის არის, რომ მე შიგნით ვარ კომფორტულად, მე ვიცი ვინ ვარ და ასე შევდივარ გარეთ, ხო, ან ლომის მერწყულის ღერძი გაერთიანებული არის უკვე. ამ ეპოქაში ვართ ჩვენ, რომ ეხლა ჩვენ თაობებს გვიწევს დაბრუნება საკუთარი თავისკენ, შეცნობა საკუთარი სამყაროსი და მერე გავიდეთ გარეთ და
ზუსტად აი ამ კუთხით, როდესაც ჩვენ აი ამას შევიგრძნობთ, ამ საკუთარ მეს დავინახავთ, ნელა ეს აგრესიების წყენები დაბალ ვიბრაციული ენერგიები, როცა ვლაპარაკობთ, ნელა გავა. ანუ ის რომ ძველი ხედვებით, რომ ჩვენა ვებრძოლოთ ბოროტებას, ცუდ აზრებს, ნეგატივს და უნდა გავდევნოთ ჩვენგან. აი მე ეს როგორ შეიძლება მე ეს სისტემა და თანამედროვე ეზოთერიკა და ფსიქოლოგია ამბობს, რომ უნდა შეიყვარო ეს ყველაფერი. უნდა შეხვიდე კონტაქტში. ეს სიყვარული არის გახსნა იმ ტკივილთან, მიმღებლობა, იმ წარსულის, იმ ემოციის, შეხვედრა საკუთარ თავთან. და აი ამ მიმღებლობით შეგვიძლია და გეშტალტი დავხუროთ ფაქტურად კარმულ დონეზე, ოჯახურ ველში და ეგრეგორში. და საკუთარ თავში, ფსიქოლოგიაში. აი ეს არის ყველაზე მთავარი. ეს არის ჩემი გზაც, რასაც ვაკურტები, ამ მიმართულებით სულ მუშაობდი, ამ მიმართულებით ვიკვლევდი და მე მგონია, რომ დღესდღეობით ასტროფსიქოლოგიას, კარმულ ასტროლოგიას, ეზოთერულ ასტროლოგიას შეუძლია ეს ყველაზე კარგად გააკეთოს ფსიქოლოგიის გამოყენებით. ანუ თანამშრომლობით ფსიქოლოგიასთან ჩართულობით და სხვათა შორის მე ვგეგმა უახლოეს მომავალში ჯგუფურ ტრენინგს შევთავაზე ბახო კეჟერაძეს, გეშტალტ თერაპევტს, ერთობლივად გაგვეკეთებინა ესეთი ტრენინგი, თერაპიულად და კარმული ასტროლოგიით ერთად რო გვემუშავა და დავგეგმავ მალე გავაკეთებ ანონს და მე მგონია, რომ თქვენთვის ეს იქნება ისეთი სიახლე, რომელიც ჯერ არავის არ გაუკეთებია საქართველოში და მსოფლიოში და მე მანდ ვხედავ, მაგას ვაკეთებ სულ წლებია. უბრალოდ ახლა უკვე ჯგუფურ ტრენინგებში მინდა ამის ჩართვა და მგონია, რომ ეს იქნება ცოტა სენსაციაც, ცოტა სენსაცია რა პოპულისტურ ენაზე კი არ გეუბნებით, ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი იქნება მუშაობისთვის და თანამედროვე მსოფლიოში რომ გადავრჩეთ მეგობრებო, ცოტა დრამატულად რო გითხრათ, ხო? რეალურ წინსვლაში რო გავიდეთ, უკვე ვერ რაღაცები უნდა შემოვიერთოთ, უნდა განვავითაროთ, სისტემაში ერთად უნდა ჩავრთოთ. და მე ხლა ვახოსნაირი დღეს არავინ არ მეგულება, რომელიც ასტროლოგიაში ერკვეოდეს, ეზოთერიკაში ერკვეოდეს, ფსიქოანალიზი, ანალიტიკოსი იყოს და ლექტორი არის ხა ფსიქოლოგიაში და მგონია, რომ ეს ძალიან კარგი რაღაც იქნება, კარგი პროექტი იქნება და ვიცი ზუსტად ეს როგორ უნდა გაკეთდეს. ვხედავ ამაზე ჩვენ ხა მე რასაც ვაკურდებოდი, სულ ძალიან კარგი ის გამოვა, რეალური ეფექტი. ანუ თუ ასტროლოგიაში კიდე რაღაცა კითხვები მაქვს, ხოლმე იქ გეშტალტ თერაპიულად სინთეზში ეს უკვე იქნება უკვე რეალურად ის რაც უნდა აი თანამედროვე აბსოლუტურად ისეთი რამ რაც მე მგონია რომ მომავლის ფსიქოლოგია ეს იქნება. აი 50 წელიწადში ჩვენ უკვე მანდ მივალთ რომ 80% ფსიქოლოგების იქნებიან ასტროფსიქოლოგები, კარმულ ეზოთერულ სფეროში ეს გაერთიანდება. ან ივლიან აი ისეთ ფსიქოლოგებთან, რომელიც წლები შეიძლება იარო და ერთი და იგივე დგებოდა. რეალური ცვლილება თუ გვინდა უკვე უნდა განვითარდეთ. ფსიქოლოგიაც უნდა განვითარდეს, ასტროლოგიაც უნდა განვითარდეს, წინ უნდა იაროს. რელიგიაც უნდა განვითარდეს, წინ უნდა იაროს, პოლიტიკაც უნდა განვითარდეს და წინ უნდა იაროს და ეხლა ურანი რო გადავა ტყუპებში ძალიან ბევრ რაღაცას შეცვლის მგონია. ძალიან ბევრ რაღაცას დააჩქარებს საინფორმაციო ველში, ინტელექტუალურ სფეროში. და მე მგონია, რომ აი ეს უნდა მე მაგალითად გადავდგა გამცვლილებებისთვის პირველი ნაბიჯი. სიახლეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის. თანამედროვეობას მოვერგოთ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ესე მგონია. მადლობა რომ ამდენი ხანი მისმენდით, უკვე 1 საათია ვლაპარაკობ. და მე არ მზერება, იცით, არაფერი ამ ქვეყანაზე. მით უმეტეს უფრო სიამოვნებს ხოლმე და უფრო გიზიარებთ. ამ გულითაც საუბარში მავიწყდება ხოლმე სულ გთხოვოთ, რომ მოიწონოთ ვიდეო და მოიწონოთ ყველაფერი. მოკლედ რაც წინა ვიდეოებში არის ხოლმე. და თქვენ თანადგომის იმედი მაქვს, მეგობრებო, თანადგომის კომენტარებით, ლაიქებით, ჩართულობით ისეთ მოდით, ვისაც გნებავთ პირად რუკაზე, ნახავთ იქ ბევრი ტრენინგი მაქვს დაგეგმილი. ესეც ამავიწყდა მე თქვა, ეხლა ერთ კვირაში მეწყება ძალიან მაგარი 2 დღიანი ტრენინგი სახლებზე, ასტროლოგიურ სახლებზე, კარმულ ეზოთერული კუთხით. თალკე მარტში მაქვს სასწავლო ტრენინგ კურსი ასტროფსიქოლოგიის
ბევრ რაღაცები მაქვს დაგეგმილი, საჯარო ლექციაც მაქვს დაგეგმილი და ნახეთ Facebook გვერდზეც, Instagram-ზეც ვდებ ხოლმე და ნელ-ნელა შემომიერთდით, გელოდებით. კარგით, აბა დროებით მეგობრებო.